პირველი ღვთისმსახურება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში დღეს ჩატარდა. ტაძარი, რომლის მშენებლობაც 1 წლის წინ დაიწყო, უკვე აკურთხეს. აღმაშენებლის დასახლებაში ბოლო 2 წლის განმავლობაში მეორე ეკლესია აშენდა. მარკოს მახარებლის სახელობის სამლოცველო და დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია ერთიანი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია. წლების განმავლობაში მას მრევლის საკუთარი ფინანსური სახსრებით აშენებდა. სამშენებლო პროცესში მრევლი და სასულიერო პირები აქტიურად იყვნენ ჩართული. ეს ღვთისმსახური, რამდენი ადამიანის შემოვაქ, რამდენი ბავშვი ჩაივლის, რამდენი პირჯვარს გადაიწერს, ეს ფაქტურად ღმერთისადმის სიყვარულია და სიყვარულის სახლია, ღმერთის სახლია და ღმერთმა დალოცოს ყველა ის, ვინც ინიციატივა გამოიჩინა, ვინც ააშენა, ვინც შეწირა. ნიერი ვარ, რადგანაც მრევლი ვარ ამ ტაძრისა და დიდი სიხარულით ხვდები დღევანდელ დღეს ტაძრის გასესა წმინდა დავით აღმაშენებლისა, რომელიც ამობრის ყველანაირად სველი და მფარველი იქნებოდა თლიანად საქართველოს და ჩვენი ერისა. ენკენიო ბანუ ტაძრის განახლება დღეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დალოცა. სადღესასწაულო წირვა აღმაშენებლის სახელობის ტაძარში მეუფე დიმიტრი მაღავლინა. ღვთისმსახურებას მრევლი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ ხადაგებისას მეუფე დიმიტრიმ ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობასა და მადლზე ისაუბრა. ყოველი ტაძრის აშენება ეს არის უდიდესი სიხარულის, სულიერი სიხარულის მომგვრელი, რამე თუ იმ ტაძარში აღესრულება საეკლესიო საიდუმლოებები, იმ ტაძარში აღესრულება საღვთო, ამ ტაძარში აღესრულება საღვთო ზიარება, საღვთო მსახურება, ნათლობები და ყოველი ეს საღვთო მსახურება არის განმადიდებელი უფლისა. მინდა დავლოცო ყოველი შემომწირველი, მშენებელი, ვინც კი მონაწილეობა მიიღო. სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც კელიები და მარანია განთავსებული, სრულად შემოწირულობებით აშენდა. დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში მალე საკვირაო სკოლაც ამოქმედება. სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი დეკანოზი მარკოზია. მოძღვარი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მორწმუნეთა რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. საქართველოში და კერძოდ აჭარაში ტაძრების მშენებლობა ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული ყოველთვის იყო უდიდესი უპირატესი საქმე ადამიანისა და ქრისტიანებისა და დღესაც ღვთისმადლით ჩვენი პატრიარქის ლოცვა ვაკურთხევით, მეუფე დიმიტრის ლოცვა ვაკურთხევით, გრძელდება ეს უმთავრესი მნიშვნელობა აღშენება ტაძრებისა და ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ეს დღევანდელი დღე, რომ აი უკვე 2 წელიწადში 2 ტაძარი იკურთხა ერთი მეორე გვერდზე. ქალაქის მოსახლეობა აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამ ტაძრის მშენებლობაში. და თვითონ ამ მოსახლეობის შემოწირულობებით არის აშენებული ეს ტაძარი. ასევე მინდა აღნიშნო, რომ წვლილი დაფინანსებელი ამ ტაძარს არ ყოფილა და განსაკუთრებით სასიხარულოა ეს, რომ მაქსიმალურად დიდმა მასამ რაოდენობა მოსახლეობისა მიიღო მონაწილეობა ამ ტაძრის მშენებლობაში. ბათუმში კიდევ ერთი ტაძრის კურთხევა შაბათს იგეგმება. ახალი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია ბონი გოროდოკის დასახლებაში ამოქმედდება.